ყველაზე ემოციური და ყველაზე მძიმე ჩემთვის იყო აიშადის ისტორია. წალკაში ყავდათ ქალი დაბმული 9 წელი. 9 წელი ყავდათ დაბმული, 9 წელი აუპატიურებდა სხვადასხვა კაცი და 9 წლის განმავლობაში გააჩენინეს 7 შვილი, რომელიც გაყიდეს. 7 შვილი. ეგ ისტორია ეგ ჩოლებრივი კრიმინალია. დააკავეს ვინმე? და ეს თვითონ საიდან გახმაურდა, ანუ საიდან გაიგეთ? ამის შესახებ არაერთი გადაცემა გაკეთდა, არაერთი სიუჟეტი გამოძიებაც აღიზრა. ეს ქალბატონი იყო დაღესტნელი, რომელიც ქართველმა შეყვარებულმა ხორო წამოიყვანა საქართველოში და YouTube-ზე შეგეძლიათ ნახოთ ეს ქალი, დაღესტნელი ტყვე ქალი ესე ჩაწერდა. მაქსათაურით გამახსენე სახელი. ეს იყო ჩემთვის ეს იყო ბრაზის, ზიზღის და უცველობის ყველაფრის შეგრძნება ერთად, იმიტომ რომ ამას ხო ქართველები ვაკეთებდით. ანუ ამ ქალს, ამ ყველაფერს, ამ უბედურებას ვაკეთებდით ქართველები. ყველა შვილი ვიპოვეთ, არც ერთ არ უნდა დასამართი ერთობა. სხვენია. არ დასაც დაუქალ რაშუაშია. ეკინება. არა. არა. დამატრიალიო, დარგეთ კინოს მეტი. არა და ეს ხო არაფერში. არა, მაგრამ სხვენიათ დედის ისტორიის და არც ერთი შვილი არ ეკონტაქტება. არც ერთი მე ესეთი არ მართლა არქივები. ანუ ფინანსური ინტერესი ჰქონდათ მხოლოდ და ყიდდნენ და მორჩა. ანუ ვინც აუპატიურებდა იმის ვინც ნახეთ ეს ქალი იყო დაბმული ერთ-ერთი ქალბატონის სახლში. ეს ქალბატონი მუშაობდა რესტორანში, სუწინორი იყო, ანუ ესე გამოდის რა, იმიტომ რომ რესტორანში სხვა პოზიციაზე მუშაობდა, მაგრამ რესტორანში ვიღაც კაცებს თანხას არ თმევდა. ეს კაცები მოყავდა და უშვებდა იმ ოთახში ამ ქალის გაუპატიურებისთვის. ანუ ბავშვების გაყიდვა მათი მიზანი, კი, ჩოლებრივი ტრაფიკინგია. საქმე აღიძრა. რამძიმე ისტორია მოყავდა. არაერთი გამოძიება ჩატარდა, მაგრამ გამდინარე იქიდან რომ ეს ქალბატონი ვერ მეტყველებს, ვერ საუბრობს და ამდენი უბედურების ფონზე არის დაბრმავებული, ვერ ხდება ამოცნობა დამნაშავეების.